ეს ფერმრთალი ბარკალი, ანუ უფრო, ესე იგი არ არის შეღებილი ეს? და აი მართლა მაინტერესებს, აი კიდე მე რას ვფიქრობ ხოლმე, იცი, როცა აი ესეთი გატიკნული ისენია, რომ აი რაღაც ვიდეოებს რო დებენ TikTok-ზე, რაღაცით რო შპრიცით რო რაღაცებს უშვებენ, აი მგონია რომ გაბერილია რაღაც. ეს პრაქტიკა ეს კატეგორია თუ ხათამი მაგალითად წყლის ინექციის მეთოდი ეწოდება ამას, არის წონის მომატების ან კონსერვაციის თვის, მაგალითად ფოსფატებთან ერთად იყენებენ, რომელიც კალციუმის გამოდევნას იწვევს ორგანიზმიდან. ფოსფატები არის ესეთი ნივთიერებები, რომელიც კონსერვაციაში ეხმარება ამ პროდუქტთა შენახვის ვადას ახანგრიოს. ფოსფატებთან ერთად უშვებენ ამ ინექციას, რაც ახანგრიებს შენახვის ვადას, იწვევს ორგანიზმში კალციუმის გამოდევნას და ასევე თირკმელებზე მოქმედებს ძალიან უარყოფითად. ანუ პროდუქტის იმ შემთხვევაში თუ ეს დანამატები გამოიყენეს და ესე ინექციით გაბერეს, მას უნდა ჰქონდეს შესაბამის დასახელება, ანუ შეიძლება ერქვას მაგალითად ქათმის ნახევარფაბრიკატი, არ შეიძლება ერქვას მაგალითად ქათმის ფილე. ქათმის ფილეში აკრძალულია, რომ 5%-ზე მეტი იყოს წყლის შემცველობა. ეს კანონით რეგულირდება და მომხმარებელსაც დიასახლისებსაც ძალიან ხშირად სმენია ეს პრობლემა, რომ ნახევარი წყალი, როცა გავალღვე ფილე, ნალღობი აქვს და კარგა ძალიან ბევრი წყალი. ის რაღაცა ფოსფატი, რაც ვერ დავიმახსოვრე თუ ნატრიუმის ფოსფატი თუ რაღაცა. აი ეგ რომ წეწეროს პროდუქტზე, მე ხო ვერ ხვდები რა ნიშნავს. შეიძლება მივხვდეთ, ოდნავ მარილიანი გემო აქვს ხოლმე თავის. კი, რა თქმა უნდა, გაკეთებულია ეგ ინექცია. აუცილებლად უნდა ეწეროს, კი, აუცილებლად უნდა ეწეროს.